მე ამის მჭამელი მეორედ არა ვარ. რა ის ვრაპი ძმა, აი შაურმა არ არის ხლა. დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ თქვენთან ერთად ვართ. გამარჯობა. გამარჯობა. დღეს გვაქვს ვრაპ მასტერის ვრაპები. ვრაპები. გაგასინჯული დანი. საერთოდ აი პირველად ვიძაოთან არც ვიცი რა არის. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ალაიქებს, არხს იწერს და უყურებს ბოლომდე. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. საქონლის ვრაპი, ვეგანური და ქათმის. რომლით გინდა რომ დავიწყოთ? ყოველს რაღაც დაობებული. დაობებული არ არის დანი, ეგეთი უნდა იყოს. ერთადერთი რაც ამის ვიზუალზე მე შევამჩნიე, უკანა მხრიდან ნახე, კაი მობრაწული არ არის. წინა მხრიდან კი. გინდა საქონლის ვრაპით დავიწყოთ? აბა, ქათმის. გამომართვია ესე ცოტა უხერხული საჭმელია. ვიზუალურად რისი თქმაც შეიძლება, თქვენც ნახავდით, წვნიანია, უკანა მხრიდან ცომი ცოტა მობრაწული რო იყოს, ჩემი აზრით ბევრად უკეთესი იქნებოდა. ქათმის ხორცი აქვს ძალიან გემრიელი, მართლა დამწარია და თან აი ის აქ ხრაშუნა. ვინც ისეთ ლოკაციაზე ხართ, აი ვრაპი რო არ იძახება, რო ვერ გამოიძახებ თუ რაფს, აი რა შაურმის ბიძაშვილია ძალიან ახლონად ესავია. ნახე, წარეს რო იძახებ, ეგეთი გემო აქვს, შაურმას წარეს რო იძახებ, ეგეთი გემო აქვს. ხო, მეც მაგას აი პლანეტი ზაღაროა. კი, და მწარეოა, ხო? ხო. ქათმის ვრაპი. რამდენის დაუწერ, მითხარი და მე გადავიდეთ შემდეგზე. 300. სამიანი? მე დაუწერ 5-იან სამვრაპს. რა იცით როგორი არის? იცი რატო ვთქვი 3-იანი? ხო. აი შე რო გეთქვა 3-იანი. არა, მე 5-იანს ვიძახი. ნორმალურია, მიირთმევ, მაგრამ გადასარევი და გასაგიჟებელი არ არის დედანი. ვიღაცებმა იცი რა დაგვიწერეს? თქვენო ძმაო, რა არაფერი არ მოგწონთ რა. ვიცი, ისა შე რო მითხარი რა ყველაფერი. აი მაგაზე იცით რას გეტყვით? ჩვენი გამომწერები ვინც ხართ, მერწმუნეთ, ვიდრე ეს არხი იფუნქციონირებს, ჩვენი თავარი ღირებულება იქნება ის, რომ გეტყვით ზუსტად იმას, რა გემოც ექნება. რაც არ მოგწონს ძმა? არ მოგწონს. ეს იცი რა არის? ეს არის ვეგანური. რა კარგად გამოიყურება ჩემი. ძალიან ფრეშის ვიზუალი აქვს რა, ახლის და ყველაფერი არის მწვანე შიგნით და ეს ყვითელი პიურეს არ გაქვს? ხო და არ ვიცი რა არის, გასინჯე და ერთად შევაფასოთ როგორია. ბიჭო, აიცი რა, ეხლა იცი რას ვიტყვი? ის წაკა თუ არა ის. კარგად უკბი, შე რომ გემო კარგად გაიგო და მე რასაც იგრძნობ ის თქვი. ვიზუალურად როგორი იყო ძმა? და კაი, გამოიყურება და ძალიან კარგად, მაგრამ ყველაფრის გემო არის ძალიან ცუდად, აი ეს აქ ძალიან ცუდია. მოკლედ, იმ კადრებს თუ როგორ მიირთვა დანიელმა ნამდვილად ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან არაესთეტიკურია, მაგრამ დანი. აჩვენე. არაფერი კაი არ აქვს საერთოდ, მაგას ვიტყვი. აი ნახდა და არ ვიცი, ვეგანებს როგორი რეცეპტორები გაქვთ, მაგრამ მე ამის მჭამელი მეორედ არა ვარ. თუ გინდა ყველა მის დამიწერეთ, რომ მართლა არაფერი არ მოგწონდო, მაგრამ აი მე ამას ერთიანი უნდა დავუწერო. მე გვიტყვი. რა სიტყვა? უკვე თქვი მე რას. 0. ხო. შენ უწერ ამას 0-იანს, ხო? 1-0. ჩვენ სახზე თამაშდება PlayStation 5. მანამდე სანა PlayStation-ს იტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, თქვენ მანამდე ვიდეო გამოიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო, ვიც უყურებთ ავიდეო. აუცილებლად. ვიდეოს ბოლომდე დაჩით, რომ აი ეს ყველა ისა რაღაცები. ყველა შეფასება რომ ნახონ და მოისმინონ. ყველა ისა როგორ მოგვეწონებათ ეგ ნახო. კი ბატონო, YouTube არხის 5000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation 5-ს. ერთ-ერთი თქვენგანი აუცილებლად მოიგებს, ამიტომ გადადით ჩვენს Facebook-ზე. ლინკი აღწერაში იქნება და ნახეთ აპირული ვიდეო. აგერ, მას როგორ? მაგას მე რეგეტყვი, ეს ნეტა რა არის? აქამდე როგორ ვერ შეამჩნიე. მე მეგონა რომ აი ესე გედო უბრალოდ და ისა პარკი იყო მე მეგონა. არ არის ეს პარკი, აქ რაღაცაა და ამოვნახოთ, გაინტერესებს? ძალიან. ხოდა ვიდეოს ბოლოს გავხსნით. ვიცი რომ შაურმა. რა შაურმა, ძამი ესეთი პატარა შაურმა? დანი, ეს არის ხორციანი. საქონლის ვრაპი ჩემთვის დიდი სხვაობა შაურმასა და აი ამ ვრაპს შორის დანი არ არის ძმა. ჩემთვის რა ვიცი თქმის ისა რა ქვია აი ესე რომ გამოიყურება ჩემთვის კრუასანი. საქონლის ვრაპი ფასები არის 20 ლარი დაახლოებით, ზოგი მეტი ღირს ვეგანური ნაკლები ღირს. საქონლის ხორცი
კარგად ვერ დაიღეჭა, ჩემთვის გემოც სპეციფიური ქონდა. ანუ მე ახლა ვამბობ ზრდასრული ადამიანის აზრს, რომ აი ისეთი არ არის, რომ წახვალ სადღაც იყიდი და აი გემოზე შეჭამ, აი როგორც შაურმას სიტყვაზე, რომელიც შენი ფავორიტი შაურმა არის, აი იმას რო გაძიძგნი, ეგეთი ვერ არის. თუ ბავშვს წაიყვანთ, აი დანიელის ხელა ბავშვი საერთოდ ვერ დააგემოვნებს ამას, იმიტომ რომ სამი ვრაპიდან ორი საერთოდ ვერ გასინჯა, აქედან გამომდინარე დანიელი ამას ვერ შეაფასებს, მე ხუთიანს დაუწერ. აი როგორია, იცით? ვიღაცამ რო დაგპატიჟოს, აიღებ და შეჭამ, მაგრამ აი მე პირადად ეხლა აი ამას, რავი, რომ შიოდეს მირჩევნია რაღაცა რადიკალურად სხვა ვჭამო, არასდროს არ მომინდება ამის ჭამა. დანი, რამდენი გამომწერი ყავს ძმა? 4000 მილიონი. 4000 მილიონი კი არა, ჩაარტყი ხელი. 1000 გამომწერი ყავს, იცი? 1000 გამომწერზე ავედით. პირველი ყველაზე რთული ბარიერი გადალახულია. ამიტომ ჩვენ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვიყურებდეს, უნდა დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და უყუროთ ვიდეოებს ბოლომდე. და უკვე ჩვენთან რა მოხდება, ეგ საიდუმლოა. მოდი საიდუმლო არ იყოს და ვთქვათ, რაზე ამბობ. PlayStation მოიგე. 5000 YouTube-ის გამომწერზე ერთ-ერთი თქვენგანი აუცილებლად მოიგებს PlayStation 5-ს. დანი, ეს რა არის ძამი? გახსენიო? მაიცა, მე გავხსნი მარტო. აბა რა არის ძმა, შაურმა? რა არის? დადიავა? მარტო ეს არ არისო. ესეთი დესერტი აქვს Wrap Masters შოკოლადის და ორმაგი შოკოლადით. ეხლა ვნახავთ, აბა როგორია დესერტს Wrap-ის მერე. ამას გამომიძახებ ხოლმე. ვნახოთ, აბა მოგეწონება საერთოდ. მე და დანჩიკამ ძმაკაცურად გავიყავით ეს დესერტი და ვნახოთ, აბა დანი. გასინჯე, მიდი. ჯერ თეთრი გავსინჯოთ და მერე ყავისფერი, კაი? სამლარნახევარი ღირს. პატარაა. ფასი ძვირია, მაგრამ ძალიან გემრიელია. მართლა ხო? შენ რა სიტყვი? მე 10-დან 10. ძალიან მაგარი. 10-დან 10 არა, 10-დან 100. უგემრიელესია, მაგრამ დანი, გახსოვ შენ მაკდონალდის ბრაუნი და კიდე სხვა დესერტები რო გავსინჯეთ? ხო გემრიელი იყო, მაგრამ ესეც არანაკლებია. ნაჯობია. ხო, იმას ჯობია, მეც ეგრე ვფიქრობ. აბა მოდი ეს ორმაგი შოკოლადიც ვნახოთ. ერთად. 3, 2. Let's go. რაც ორმაგ შოკოლადს შეეხება, დანი, ჩემთვის ამ ორ შორის ფავორიტი ეს თეთრი არის, მაგრამ ყავისფერიც უგემრიელესია, ხო იგივე? მე ყავისფერი. ეს დესერტი ნამდვილად გასასინჯია, ვრაპებზე უკვე ყველაფერი ვთქვით. გაისროლე. დანი, დავუმშვიდობოთ? კარგად იყავით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. Bye.